ჩვენ უნდა ვეძებოთ ამ შემთხვევაში არის თუ არა არიან სახელმწიფოები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სისხლხორცეულად ჩვენი სახელმწიფოს არსებობით. არის ეს აზერბაიჯანი, არის ეს თურქეთი, არის ეს ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ევროკავშირი თუ ასე შემდეგ. ეს არის ის რაც საერთაშორისო თვალსაზრისით უნდა განხორციელდეს. ეს არის პოლიტიკოსების გაკეთით და შიგნით რაც არის ბუნებრივია, ეს არის როგორც მინიმუმ ჩვენი თავდაცვის სფეროსთვის რადიკალური გადასინჯვა დაფინანსების და რაოდენობის თვალსაზრისით, ანუ თვისებრივი და რაოდენობრივი გაზრდა ჩვენი შეერაღებული ძალების, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ დამოკიდებული ვიყოთ გარე დახმარებაზე, იმ ძირითად საფუძველს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ბუნებრივია ქმნის ჩვენი ჯარი. და ამ ჯარმა უნდა შექმნას როგორც მინიმუმ საკმარისი დრო და საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ მეგობრები მე მოვიდნენ და დაგვეხმარონ. და ეს მოვლენები ამ სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ხო, 22 წლის ყარაბაღის ომი და 20 წლის პირველი ფაზა და 22 წლის ეს მეორე ფაზა, ეს კაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ ჯარი საჭიროა და არა მხოლოდ ჯარის ასე ვთქვათ საპარადო აღჭურვილობით და ასე შემდეგ. დიდი და ბევრი ჯარი არის საჭირო, ხო? ბევრი ჯარი არის და დიდი და კარგად აღჭურვილი. ჯარის გაორმაგება მაინც მოგვიწევს ჩვენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ვისაუბროთ. ეს რა თქმა უნდა იდეალური შემთხვევა არის, იმაზე რომ ვისაუბროთ, რომ საქართველოს კონდეს რეალური პოტენციალი თავდაცვის უნარიანობის და ბიუჯეტის გაზრდაზე როცა ვსაუბრობთ, ბიუჯეტი მინიმუმ ასევე უნდა გასამაგდეს, ანუ მშპ-ს დაახლოებით 5-6%-მდე უნდა ავიდეს დღევანდელი 1.9-დან 1.8-დან რაც არის. ნუ გასაგებია რომ გასამაგებაზე არის აქ საუბარი. აი ეს დინამიკა, ანუ ერთის მხრივ თანმიმდევრული ზრდა ჯარის რაოდენობრივი და თვისებრივი ხარისხობრივი თვალსაზრისით იმ ყველა თანამედროვე დინამიკის გათვალისწინებით ტექნოლოგიური განვითარების, იქით უპილოტოების და ასე შემდეგ, თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად ვითარდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ, როცა ამას ვაკეთებთ. და ამავ დროს ძალიან აქტიური, ინტენსიური ნაბიჯები საერთაშორისო გარანტიების მიღების თვალსაზრისით, ეს არის ის ორი აუცილებელი კომპონენტი, რაც საბოლოო ჯამში გვიქმნის იმას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შეგვიძლია მე ვთქვათ, რომ ომი არ იქნება.